მოგესალმებით, ჩვენ ვყოფებით სვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ადგილობრივები ამ ტერიტორიას უწოდებენ დევის ნამუხლს. სწორედ ჩვენი წინაპრები აი ამ კლდის თხემზე აფარებდნენ თავს, სადაც მცირე ნაგებობა მოჩანს. ეს ნაგებობა გვახსენებს თუ როგორი დიდი ბრძოლები, როგორი სისხლიანი დღეები გადაიტანეს ჩვენო ქართველებმა. ბრძოლაში, შრომაში, წვალებაში ისინი იცავდნენ საქართველოს, ისინი იცავდნენ თავის მიწას, ისინი იცავდნენ უპირველესად ქრისტიანობას და ეს მათთვის იყო ყველაზე ძლიერი, ყველაზე ძვირფასი, რაც კი გააჩნდათ. არ არსებობდა ადამიანი, რომ მას არ ქონებოდა წინაპრის მიერ შემონახული ის სიძლიერე და ეს თამამავლობით გადადიოდა მათზე. და დღესდღეობით ეს ყოველივე განელდა. დღესდღეობით სიტყვის ხმის ამოღების უფლებაც აღარ აქვს ქართველ ერს, რადგან დაიცვას თავის ქრისტიანობა, თავის მამული, თავის საქართველო. დღესდღეობით საქართველოს ყავს ძალიან დიდი მებრძოლი ძალა. ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი სული, ძლიერი გენი და ერთადერთი უპირველესი და უძლიერესი გზნობა ქრისტეს მიმართ. ქრისტე არის ჩვენში, ქრისტე არის თითოეულ ქართველში და ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს თუ როგორი დიდი ბრძოლები გადაიტანეს ჩვენო ქართველებმა ქრისტეს რჯულის შესანარჩუნებლად. დღესდღეობით უწინ წლებშიდაც ჩვენი წინაპრების დროსაც უამრავი კერპი დაამსხვრიეს ქართველებმა. უამრავი მოღალატე მოსპეს, გაანადგურეს, განდევნეს და დარჩნენ სულით კეთილი ძლიერი ქართველები. მაგრამ ყოველთვის ჩდებოდნენ მოღალატენი, იბადებოდნენ და იზრდებოდნენ ის ქართველები, რომლებიც საქართველოს პოვდნენ და ხელს უშლიდნენ იმ წმინდა გლეხობას, რომელიც აშენებდნენ, ამრავლებდნენ ერს.